რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ გაგვიჩნდეს ნაოჭები? წყალი უნდა დავლიოთ. ჰიალურონის წყლის მოლეკულებზე გაჯერებული შრატი უნდა მივაწოდოთ ჩვენს სხეულს და სახეს. ოქროს შრატი, სახის ბუნებრივი დამატენიანებელი შრატი, რომელსაც აქვს 24 კარატიანი ოქროს ფირფიტები და ნაწილაკები და SPF-ის glowing skin კრემი, ანუ 50 SPF-იანი დამცველობითი პროდუქტი, რომლის ფორმულად შემუშავებულია ბუნებრივი და სინთეტიკური ფილტრებისგან და აუცილებლად 100%-იანად გიცავთ იმისგან, რომ თქვენი სახის კანი არ გამოშრეს, არ გამოიფიტოს, არ მოხდეს ფოტოდაზიანება, არ გაგიჩნდეთ პიგმენტაცია, ანუ ლაქებს რომ ეძახით და თუნდაც რომ ხარ გქონდეთ ეს პრობლემა, აუცილებელია რომ გამოიყენოთ. ახლა მე ჩემ ერთ რიტუალს გაჩვენებთ, რომელიც მიგახვედრებთ, რომ მარტო სახე არ არის ჩვენთვის ნაოჭების გამჩენი და მამხილებელი, ასაკის მამხილებელი ადგილი, ასევე მნიშვნელოვანია დეკოლტე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხელების დატენიანებაც. მე პირადად არა მარტო მთლიან ხელის მტევანზე, არამედ მთლიან სხეულზე ვისვამ ხოლმე ჰიალურონის მჟავა შრატს. ეს არ გამიმხელია თქვენთვის. რატომ არ გამიმხელია, არ ვიცი, მინდოდა რომ მარტო მე ყოფილიყავი ძალიან დატენიანებული და უნაოჭო, მაგრამ ახლა გაგიმხელთ. თან პლუს ეს შრატი ჰიალურონით, კოლაგენით და ნიაცინამიდით არის გაჯერებული და რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად ხდება კოლაგენის და ელასტინის სტიმულაცია, მაქსიმალურად ხდება ლიფტინგის ეფექტი კანისთვის და ასევე დამატენიანებელი ეფექტი აქვს კანისთვის. რა თქმა უნდა, კოლაგენს კანი მარტო სახეზე არა, არამედ მთლიან სხეულზე გამოიმუშავებს. კანი სამი შრისგან შედგება, ესენი არის ეპიდერმისი, დერმისი და ჰიპოდერმისი. ჰიპოდერმისში ჩვენი ცხიმები არის, ბევრი ცხიმუკები რო გაქვთ, თუ გაქვთ რა თქმა უნდა, რომელიც შეგიძლიათ დაწვათ ასევე ვარჯიშით, რომელიც ასევე ძალიან მაგარია იმისთვის, რომ სხეული იყოს ფორმაში და ტვინიც ფუნქციონირებდეს სწორად, უფრო კარგად იმახსოვრებდეთ ყველაფერს და ნაოჭებიდან სად გადავედი, ხო? ანუ თქვენს გონებრივ მეხსიერებაზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე და ანუ ყველაფერი ერთად გამოიხატება თქვენი კანის ჰოლისტიკური მიდგომა რეალურად ეს, რომ ჩვენ კანს არ ვუყურებთ როგორც ერთ რაღაც ბარიერს, რომელიც გიცავთ. კანი არის ჩვენი ისეთი ორგანო სხეულის, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარდა გარემო დამცველობითი, ასევე კანის ეპიდერმისი, რასაც ჩვენ გარედან ვხედავთ, ეს არის stratum corneum-ი, აი აქ რასაც ხედავთ, stratum corneum-ი, იგივე კანის ეპიდერმისი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ მასში განთავსებულმა სხვადასხვა უჯრედებმა, მერკელის უჯრედებმა, ლანგენჰერსის უჯრედებმა და სხვა შეძლონ დაიცვან ჩვენი სხეული და კანი მზის მავნე ულტრაისფერი გამოსხივებისგან, ნებისმიერი დაზიანებისგან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს, რომ კანი არის ჩვენი მთავარი ორგანო, ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელსაც პირველ რიგში უნდა მოუფრთხილდეთ, რომ ვიყოთ ლამაზები, ვიყოთ ჯანმრთელები და შევხედოთ მას როგორც ისეთ სტრუქტურულ ორგანოს, რომელშიც უამრავი უჯრედი და უამრავი სხვადასხვა შრე არის განთავსებული, რაც ქმნის ჩვენს რეალურ იერსახეს, როგორ გამოიყურება ის. ამაშივე არის განთავსებული კოლაგენი და ელასტინის გამომუშავება, ხდება სწორედ კანში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორად მოვახდინოთ კანის ტიპის შესაბამისად პროდუქტების შერჩევა და ეს იმისთვის არის ეს ორი შრატი კონკრეტულად, რომ სხეული და კანი იყოს დატენიანებული და ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედება გქონდეს. როგორც წყალი არის მნიშვნელოვანი, რომ გქონდეს სხეულს, ასეთივე მნიშვნელოვანია ბუნებრივი სებუმის მსგავსი ჟოჟობას ზეთზე და ყურძნის ზეთზე არის ეს კონკრეტული შრატი აგებული და 24 კარატიან ოქროზე, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეს ინგრედიენტები, ვიტამინი, მისი მთავარი აქტიური ინგრედიენტია, რომელიც პირდაპირ ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედებით კლასიფიცირდება
და ბოლოს ფოტოდაზიანებისგან, პიგმენტაციისგან, როზაციისგან, დაბერებისგან აუცილებლად უნდა დავიცვათ თავი. ეს არის ის ბუნებრივი ფილტრების ნაერთი SPF კრემი, რომელიც ჩემთვის გახდა შეუცვლელი. განსაკუთრებით თუ კანი ოდნავ გამომშრალი და ნაოჭებისკენ მიდრეკილი გაქვთ, სხვა კრემს თქვენ აღარ გამოიყენებთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ჯადოსნური glowing კრემი, ისეთი დატენიანების ეფექტით, რომ 24 საათი გაქვთ კანი დატენიანებული. ასევე არ უშვებს ისეთ მავნე ულტრა ისფერ სხივებს, როგორიც არის UVA და UVB, ანუ ალფა და ბეტა სხივები, რომლებიც ღრმად აღწევს კანში და შესაძლოა დნმ-ის დაზიანებაც კი გამოიწვიოს და არის კიბოს შემცვლელიც კი საერთოდ კიბოს გაჩენის ალბათობაც კი მაღალია, როდესაც ხდება ულტრაისფერი გამოსხივება და რაც არ უნდა მაგარი იყოს ეს SPF-ი 10-დან 5 საათამდე მაინც არ უნდა გახვიდეთ მზეზე, იმიტომ რომ მოვახდინოთ ჩვენი კანის და ჩვენი სხეულის სრული დაცვა ყველაფრისგან, რაც ჩვენ ჯანმრთელობას შეუქმნის პრობლემას. მე არ მიყვარს სამსახურის გამოყენება, ძალიან ლამაზები, ჯანმრთელები, ბედნიერები, ლაღები, გახარებულები და დაწენიანებულები, რომ ვიყოთ, უნაოჭო კანი და სახე რომ მქონდეს, ვიყენებთ ამ სამ პროდუქტს. ესე იგი, ორი შრატი გამოვიყენე, წყლის ბაზის შრატი და გამოვიყენე მეორე შრატი, ეს არის ზეთოვანი შრატი, E-ვიტამინით. პირველ შემთხვევაში აქტიური ინგრედიენტები არიან ნიაცინამიდი, ჰიალურონი და კოლაგენი, ხოლო მეორეში E-ვიტამინი, რაც ხო, ნიაცინამიდი ასევე დაგეხმარებათ თუ გაქვთ არსებული ლაქები, არსებული პიგმენტები, არსებული როზაცია, რომ ისიც გაღიავდეს და ამასთან ერთად პრევენცია მოხდეს. ეხლა მე მინდა რომ გადაახვიოთ თქვენ ეს ვიდეო და შეადაროთ კანის glowing ეფექტი ეხლა და კანის glowing ეფექტი მაშინ, როდესაც ამ ვიდეოს ვიწყებდი და ბოლოს არ შემიძლია რომ არ დავამთავრო იმ ჩვენი პროდუქტით, ხო, ასევე ჩვენ პროდუქტებს აქვს GMP და ISO სტანდარტის წარმოების სერტიფიცირება, ჩვენი პროდუქცია იწარმოება GMP-ის და ISO სტანდარტების შესაბამისად. და ეს ხიმიანი ხელები აღარ მაძლევს იმის საშუალებას, რომ გავხსნა აუთუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ. მადლობა დიდი, რომ გავხსნა ეს პაჩები. დიდი მადლობა. გაიხარეთ და აქ ჩემი ფავორიტი ორი რაღაცა ხატია, ეს არის ჩვენი ანძა თბილისის და ეიფელის კოშკი. სულ მინდოდა და სულ ფიქრობდი და ვამბობდი, რომ ჩემი აზრით ჩვენ ანძას აქვს გარდასარევი მდებარეობა და ფუნქციურადაც შესაბამისი ლოკაცია აქვს დაკავებული და პლუს ასევე ეიფელის კოშკი, ჩემი ორი უსაყვარლესი ლოკაცია და პარიზში არის დამზადებული. ყველაფერი ხო საქართველოში იწარმოება და ეს იწარმოება პარიზში. რა? დამაუწვა, გაჩვენებთ ეხავე არ ჩანდა ხო? ეხლავე. ბოდიში ეს იწარმოება პარიზში და არის მაღალი და დაბალი დაბალმოლეკულური და მაღალმოლეკულური ჰიალურონების მიქსი არის. ეს ჩვენი მიქსით არის გაჯერებული ჩვენი 24 კარატიანი ოქროს პაჩები, 24 კარატიანი ოქრო და ჰიალურონი აქვს შიგნით, არის ღაპრული დამატენიანებელი წვრილი ნაოჭებისთვის და თუ მაგალითად ჩემსავით ღამე ცოტა ხანი გეძინათ, მაგრამ ჰოლისტიკური მიდგომა იმას ითვალისწინებს, რომ აუცილებელია როგორც გარეგანი ყველაფრიდან დაცვა, ალკოჰოლის არ მიღებიდან, მინიმალური ალკოჰოლის ახლა პარასკევობით ყველა გავდივართ და რაღაცა 1-2 ჭიქა კოქტეილს ალბათ ყველას ვამთ, ხო? ანუ ალკოჰოლის მაქსიმალურად მინიმიზება, მოწევის მაქსიმალურად მინიმიზება, წყლის დიდი ოდენობით არა აღონ წყლის ინტოქსიკაცია არ მიიღოთ, აღონ საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება. მზისგან და გამონაბოლქვისგან დაცვა. ასევე მინდა რომ გითხრათ, ქალაქში გამონაბოლქვში რომ სეირნობთ ხოლმე, ან დარბი ხართ და ღრმაც რომ თქვათ, ეს არის ტოქსიკურობა, ქრონიკული ტოქსიკურობის
მიმართ დასხივება, რაც არაფრით არ შეიძლება და კარცეროგენის მარაგებს ქმნით თქვენს სხეულში. ამას აუცილებლად გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ, რომ ამოდით ისე ირბინეთ კურსბაზე, უღოთ არ ირბინოთ შუა კარცეროგენის გამონაბოლქვიან ქუჩებში და არასეირნოთ ბავშვები გამონაბოლქვიან ქუჩებში, მით უმეტეს ტყვია 1 მეტრის სიმაღლეზე არის, ვიცით ხო და მძიმე მეტალი არის და ჰაერში დაბლა იწევს მაქსიმალურად. ამიტომ გთხოვთ, გავითვალისწინოთ ეს და მთლიანად მივუდგეთ, აი ჰოლისტიკურად მთლიანად, ანუ სრულყოფილად მივუდგეთ ჩვენს სხეულს და ყველაფერი ეს ჩვენს დღის რუტინაში ჩავრთოთ, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია ერთი სხეული გვაჩუქა ღმერთმა, ერთი სხეული გაქვთ, ჩათვალეთ, აი ერთი მანქანა რო ყავდეთ, ხო? და ეს ერთი სხეული მთელი ცხოვრება ამან უნდა გატაროს და პირველი თუ რამეს უნდა მიხედო, შენი სხეული არის და პირდაპირ მეტყველებს შენი დამოკიდებულებები, შენი ყოველდღიური ცხოვრების წესი აისახება შენს ვიზუალზე, შენს კანზე. ანუ ერთხელ რომ მაგალითად შენ მწვერმოხრაკულს შეჭამ, ეგრევე შენ კანზე გამოიხატება, ხო? ვთქვათ, თუ ალერგია გაქვს თხილზე და ნუშზე, ეგრევე გაყრის, ხო? ანუ პირდაპირ ჩანს, სტრესული დღე თუ გქონდა, სახეზე მყისიერად გემჩნევა ეს ყველაფერი, ანუ ვერ დავიმიზნე ნორმალურად. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მოუფრთხილდით თქვენ საკუთარ თავებს და მოუფრთხილდით თქვენ საკუთარ სხეულს და ჯანმრთელობას, როგორც სული, ასევე სხეული ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შევდგებით, ხო, ჩვენ და ამიტომ ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. გავცეთ სიკეთე, დილად დავიწყოთ სიკეთით, დავიწყოთ წყლით და დავიწყოთ სწორი მოვლით და ყველაფერი ძალიან მაგრად გექნებათ, ხო, ცოტა ვარჯიში, ცოტა სიარული და მაქსიმალურად ნაყოფიერი დღე გექნებათ, თქვენი გონებაც გავარჯიშდება, უფრო მეტად მოტივირებულები იქნებით და planning დაგეგმა და დაგეგმა აუცილებლად ჩამოწერეთ დღის გეგმა და თუ 10-ს არა, იქიდან 3-საც რომ დააპრიორიტეტებთ და იმ 3-ს გააკეთებთ, უკვე ძალიან მაგარია, well done, good job და მეც აი მთელი სახის რუტინა ჩავიტარე. მყისიერად ჩანს შედეგიც და ეფექტიც, როგორი დატანიანებულია ჩემი თვალის გარშემო მიდამო და როგორი ამოვსებული, ეს არის უბრალოდ ზღაპრული პაჩები 24 კარატიანი ოქროსის და ჰიალურონის და კოლაგენის, რომელიც ჩვენთვის სპეციალურად პარიზში იწარმოება, დანარჩენი ყველა პროდუქტი სუნამოების გარდა კიდევ, რომელიც არაბეთში იწარმოება, ჩვენთვის სპეციალურად ყველა დანარჩენი პროდუქტი საქართველოშია წარმოებული. მე თათუკა ვარ Naturals-ის დამფუძნებელი და ფორმულების ავტორი, მიყვარხართ, ბედნიერ დღეს გისურვებთ და მადლობა, რომ უვლით საკუთარ თავებს, მადლობა, რომ ზრუნავთ პირველ რიგში საკუთარ თავზე. აბა დროებით.